მოგესალმებით იოგას აკადემიის პოდკასტში. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემა. ეს არის ორი უნიშნულოვანესი ტექსტი იოგას მოძღვრების, ეს არის იოგა სუტრა და ბჰაგavad გიტა, რომელი უფრო მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამაზე მინდოდა ცალკე პოდკასტის გაკეთებაც და სპეციალური ეპიზოდების მიწვნაც, ანუ ბჰაგavad გიტა იმხელა თემა არის, რომ თან სტუმრებიც მინდოდა ამაზე მომეწვია, ან მოვიწევ კიდეც, მაგრამ ეხლა გავაკეთოთ ერთგვარი რაღაცნაირად შესავალი, შევადაროთ, რომ კითხვა ესეთი იყო ჩვენს YouTube არხზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ იოგისთვის რომელი უფრო ავტორიტეტული ტექსტი არის. ხო, ვისაუბრებთ, ანუ რა არის, ანუ ეს ტექსტები, ისე რომ მაყურებელმაც გაიგოს, ანუ რაზე არის საუბარი. მე შედარებები გავაკეთოთ, სად გადადის იოგა დაუშვათ სექტაში ან სექტანტურ მოძრაობებში, ანუ ამაზეც ვისაუბროთ, რა ინტერპრეტაციები არსებობს და მოკლედ, ხო, კიდე ერთი ესეთი კომენტარი იყო, ანუ საინტერესო რა, ანუ ცოტა ესეთი უცნაური კომენტარი იყო. ქალბატონი ქეთევან ჩაგელიშვილი გვწერს ესეთ რაღაცას, რომ დედამიწაზე ჩვენი ცოდვებისთვის განკაცებული ღმერთის მიერ შექმნილი ეკლესიის შვილები ვართ. რა ფილოსოფიაზე ლაპარაკობთ? ფილოსოფია არის ჭეშმარიტების ძიება, ეძიებს ის, ვინც არ იცის რა არის ჭეშმარიტება. ჩვენი ქვეყანა არის ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი და თვით უფალმა განგვიცხადა ჭეშმარიტება. იოგას ვარჯიშით შეიძლება ისარგებლო, მაგრამ მათი ფილოსოფიის გაზიარება კრეხელობაა. ანუ მინიმუმ უნდა კონდეს გააზრებული, ანუ ქრისტიანული მართლმადიდებლური ფილოსოფიაც და იოგაც უნდა კონდეს გააზრებული, ხო? და კიდევ ყველა დაავადება ღრმა სუნთქვიდან მოდის. იოგას ჯანმრთელობის საიდუმლო მათ ზედაპირულ სუნთქვაში არის. ზოგი 2 წუთში ერთხელ აკეთებს ჩასუნთქვას. მაგრამ რატომღაც ხალხში ღრმა სუნთქვას უწევენ აგიტაციას და აავადებენ ადამიანს. ვინც ასანებს არ აკეთებს, რომელიც ზედაპირულ სუნთქვაში გადაგრთავს და მარტო ღრმა სუნთქვას აკეთებს, ისწრაფვის სიცოცხლეს, თავს იკლავს რა. მართლა დიდი სირცხვილია იყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი და აღმოსავლეთის ფილოსოფიაზე საუბრობდე. მე მინდა რომ აპლოდისმენტები. ხო, აქვე ნელი ჩვენთან ერთად ხარ, ეხლა მადლობა რომ მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ხო, ძალიან მაგარი კომენტარი იყო. ძალიან, პირველ რიგში რაც მომდის თავში, ეს არის უმეცრება. იმიტომ რომ ხო, კითხვის დასვის საშუალება გვაქვს, უნდა გქონდეს და ეს არის ჩემი აზრით სწორი გზა. იმისთვის რომ ვიპოვოთ ჩვენი სწორი გზა, ხო? ყველასთვის თავისია. და მხოლოდ კითხვის დასვის საშუალებით მივაღწევთ იმას, რაც უნდა მიაღწიოს ადამიანი. წარმოიდგინე, რომ ადამიანი იმის მიხედვით ირჩევს რელიგიას, უბრალოდ კი არ ირჩევს, მის ნაცვლად ირჩევენ, სად დაიბადა. აი გეოგრაფიულად დედამიწის ზურგზე თითი რო დაადო, დიდი ალბათობით აი აქ მუსლიმი იქნება, აქ ჰინდუ იქნება, აქ ბუდისტი იქნება და ასე შემდეგ. ხო, ეს ხო ამას არაფერი გააზრებასთან არ აქვს კავშირში. თუმცა შეიძლება ქალბატონ ქეთევანს ძალიან გააზრებული კონდეს და ისე რომ აღმოსავლურ ფილოსოფიასაც ძალიან კარგად იცნობს, რომ იცის რომ კრეხელობა არის და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თემა ის კი არ არის, ჩემთვის მაგალითად ქრისტიანობაც საინტერესო არის, მართლმადიდებლობაც საინტერესო არის და მე მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზირებული ვარ, თქვა, იოგას მიმართულებით, ხო, და ეს არის ჩემ ის რასაც ყველაზე დიდი დრო დაუთმე ჩემ ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს, რომ მე თანამედროვე ადამიანს, ვეუბნები, რომ იოგა არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა და ნებისმიერი ადამიანი დაუშვათ აი ჩემმა შვილმა რომ მითხრას, რომ რა უნდა გავაკეთო, მან უნდა გააკეთოს თვითონ არჩევანი, თვითონ უნდა გაიაზროს, მე დავეხმარები გააზრების პროცესში, მაგრამ
მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილება ყველა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს. საერთოდ არც არის აუცილებელი ჩემი აზრით, რომ საერთოდ მაინც-ამაინც იარაღი ჰქონდეს იმის, რომ მე დავუშვათ იოგი ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჰეგელი ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ დრო ხო იცვლება, დროის მიხედვით იცვლება კონტექსტიც, გამოწვევებიც იცვლება. და ამიტომ დღეს შეუძლებელია ადამიანი იყოს პლატონიკოსი. ძველი ფილოსოფიების მიმდევარი შეუძლებელია, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ პლატონი არ ვისწავლოთ, ან ძველი ფილოსოფიები არ ვისწავლოთ და ასე შემდეგ. ხო, ეს არანაირად ამას არ აკნინებს, ხო? ზუსტად, კი. ხო, ძალიან მომწონს თქვენი პოზიცია და პირველი დღიდან ძალიან მადლობელი ვარ ამ სამყაროს, რომ მოხვდი თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა. აქვე ვიტყვი, რომ შენ ხარ იოგას ინსტრუქტორი, ანუ გაქვს კურსი გავლილი და ეხლა გაქვს შენი ჯგუფი და მინდა რომ შენ გზაზე წარმატებები გისურვო. ხო, ჩვენ რო გვაქვს ეხლა იოგას ფილოსოფიის კურსი, შემდეგი კვირიდან შემოგვიერთდი, ანუ ჩავუძეთ იოგას სუტრებს, ტექსტებს და ასე შემდეგ. აუცილებლად. ერთი უბრალოდ ქალბატონი რასაც ამბობს, ხედავანი სავარაუდოდ დაახლოებით რომ სწორს რასაც ამბობს, სუნთქვაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, რომ ადრე იყო ან მე-20 საუკუნეში, რომ ბევრი მასწავლებელი ლაპარაკობდა, რომ ღრმა სუნთქვა მართლა არის კარგი. და თუ ადამიანი ღრმად ისუნთქებს, ის დიდხანს იცოცხლებს. და ეს ბევრს დააჯერეს. ეს არ მოდის უშუალოდ შეიძლება ყველა ძველი იოგური ტექსტი ამას არ იზიარებს, მაგრამ ეს ფუნდამენტურად ანუ მცარი წარმოდგენა არის. ანუ ეგეთი პირდაპირი კავშირი არ არსებობს. თუნდაც ცხოველებს რო დავაკვირდეთ, რომ ნელი სუნთქვა ავტომატურად დიდხანს სიცოცხლეს არ ნიშნავს. ამიტომ ჩვენ როგორც ვასწავლეთ სუნთქვას, ეს არის რომ სუნთქვის რიტმი უნდა იყოს შესაბამისი მოქმედების. თუ დარბი ხარ, უნდა იყოს ჩქარი, თუ მშვიდ მდგომარეობაში ხარ, უნდა იყოს ნელი. მაგრამ თავარი არის, რომ არ არის სასარგებლო ჰიპერვენტილაცია, ანუ როდესაც იმაზე მეტ ჰაერს იღებ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. როგორც ზედმეტი საკვები არ ვარგა, ზედმეტი ჰაერიც არ ვარგა. აქედან გამომდინარე, ანუ ეს არის მთელი მეცნიერება და სწორხაზოვანი ფორმულები, ვინც ამბობს, რომ მაგალითად რიტმი უნდა იყოს ეგეთი 4-2-4 და ასე შემდეგ, ან ჩქარის სუნთქვა არის კარგი, ან ნელი სუნთქვა არის კარგი ცალსახად. ეს ყველა მცდარია, იმიტომ რომ სწორი რა არის? სწორი არის, რომ გააჩნია რა მდგომარეობაში ხარ. ჩვენ მშვიდ მდგომარეობაში, თუნდაც ემოციური მდგომარეობა რო იცვლება, ჟანგბადის საჭიროებაც იცვლება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმმა თვითონ უნდა აჩქაროს ან შეანელოს სუნთქვა. სუნთქვითი ვარჯიშები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის ეხმარება, რომ სუნთქვა თავისუფალი იყოს, შეფერხებები არ კონდეს და ეს სხვა პრინციპი არის და ის რაც გაუგია ალბათ და შეიძლება ბევრი მათ შორის იოგაში მყოფი ადამიანი ამ რაღაც სულ მცდარ, ასე ვთქვათ, რაღაც არამეცნიერულ რაღაცებს გადაგებს, ხო, არის კი ბევრი გავრცელებული არასწორი შეხედულება მასუნთქვაზე. ან მაგალითად ჩქარა რო სუნთქავენ ესე და თავბრუ ეხება და გონიათ რომ რაღაც ნირვანაში გავიდნენ და ან რაღაც ტრავმები მოიხსნეს. ეს ჩვეულებრივად არის ჟანგბადის ნაკლებობა, ანუ დაბუჟების შეგრძნება, რაც ორგანიზმისთვის შეიძლება. ხო, ანუ ეს არის რა ჟანგბადის დეფიციტის შედეგად, აი როგორც ხელი დაგიბუჟდეს, ან თავი შეიძლება დაგიბუჟდეს და ხანგრძლივი მდგომარეობა შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქსოვილებისთვის, მათ შორის ნერვული სისტემის ქსოვილებისთვის. ამიტომ ყველაფერში დოზა არის ანუ საჭირო, ვარჯიშები უნდა შესრულდეს სწორად და ის ძველი არასწორი შეხედულებები, რაც იყო სუნთქვაზე, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა გადავხედოთ. ანუ ჩვენ წლებია ვასწავლით, რომ საერთოდ არასწორი არის ის წარმოდგენა, რომ თითქოს დიაფრაგმალური სუნთქვა სწორია და არა დიაფრაგმალური სუნთქვა არასწორია. ანუ ყველა სუნთქვა არის დიაფრაგმის მიერი სუნთქვა. დიაფრაგმა უბრალოდ ხან კერტში იცვლის ფორმას, ხან მუცელში, ამას არავითარი კავშირი არ აქვს თვითონ ჟანგბადის ათვისებასთან. მოკლედ, ჩვენს კურსზე ძალიან დეტალურად ისწავლება, რომელიც არის 6 თვიანი. გადავიდეთ ახლა, ანუ ხაგავად გიტა და შევადაროთ იოგა სუტრა, რომელი არის იოგებისთვის უფრო მნიშვნელოვანი წიგნი. შენ სიტყვი. სავარაუდოდ ორივე. ჩემი აზრით ორივე, კი. ანუ ვერ ვეტყვი, რომ ანუ ორივე ცოდნა არის აუცილებელი.
იოგა სუტრები, პატანჯალის იოგა სუტრები, ანუ არის დეტალური ახსნა, ხო, ანუ step by step, ასე ვთქვათ. რა და როგორ ხდება, ანუ რას უნდა მივაღწიოთ, როგორ უნდა მივაღწიოთ, და ბჰაგავად გიტაში, ანუ უფრო ან ძალიან სხვადასხვა კომენტარები არსებობს ბჰაგავად გიტასი, ანუ ვიცით ჩვენ და ყველა ინტერპრეტირებს, ანუ თავისი ინტერპრეტაცია აქვს ყველას და შეიძლება უფრო ვუწოდოთ ჩემი აზრით რელიგიურ ტექსტად, ანუ შეიძლება სხვადასხვა რელიგიებში, სხვადასხვა ანუ სექტებში ასე დავარქვათ, შეიძლება სხვანაირად იყოს მიწოდებული. მოდი ესე დავიწყოთ, მაშინ ესეთი აღწერა. უფრო ძველი ტექსტი დიდი ალბათობით არის ბჰაგავად გიტა. ბჰაგავად გიტა არის ტექსტი, ეპოსის, ინდური ეპოსის ნაწილი, რომელიც ამავდროულად მხატვრული ღირებულებაც აქვს, მასში მითოლოგიაც არის, მაგრამ შეიძლება წავიკითხოთ როგორც რელიგიურიც, ან მითოლოგიურიც, ან როგორც მხატვრული ტექსტიც, ან როგორც რეალური ისტორიაც. ხო? მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს დადასტურებულია ისტორიულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვანაირად კითხულობენ. ამიტომ ძალიან გავლენიანი ტექსტი არის, ერთ-ერთი ყველაზე თარგმნადი ტექსტია, საქართველოთაც რამდენიმე თარგმანი არის მთელ მსოფლიო ენებზე, ყველაზე თარგმნადი ინდური ტექსტი არის, ხო? მაჰაბჰარატა არის ტექსტი, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის სადღაც მეოთხე საუკუნემდე, რა თქმა უნდა, ამას არ ხავს ერთი ავტორი. ეს უდიდესი ეპოსი არის, ვთქვათ, ამის მეშვეობით შეგვიძლია ვთქვათ ინდურ კულტურას ვეზიაროთ. ნუ თუნდაც ის, რომ ახლა კლასიკურ სანსკრიტზე არის დაწერილი, ანუ კლასიკური სანსკრიტი იწყება ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან. და ამის ნაწილი არის ბჰაგავად გიტა. ანუ ბჰაგავად გიტა რა არის? ანუ ბჰაგავად გიტა არის ეპიზოდი, მაჰაბჰარატას ეპიზოდი, სადაც უფალი, ანუ ღმერთი კრიშნა ესაუბრება თავის მეგობარ არჯუნას. ეს არის ხდება ომის პროცესში, ანუ ომის დაწყების წინ და არჯუნა არის სასოწარკვეთილი, ანუ მას არ უნდა ომში ჩართვა. ამის გამო არის დათრგუნული სულიერად და ეტლში მსხდომნი, ანუ კრიშნა ასწავლის იოგას მოძღვრებას. ეს არის შედგება 18 თავისგან. თვითონ მაჰაბჰარატა კი საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, მაგრამ ეს მაჰაბჰარატას ეპიზოდი სავარაუდოდ შეიძლება იყოს პირველ საუკუნეში, მეორე საუკუნეში დაწერილი. ხო, და 18 თავში გადმოცემული არის იოგა. იოგა როგორც პირველ რიგში ვთქვათ, ფაქტი იოგა. ფაქტი, იმიტომ რომ ესე იკითხება, რომ ეს არის იოგა, რომელიც იოგას მიღწევის ღვთისადმი ერთგულების გზით მოკშას, ანუ სულიერი გათავისუფლების მდგომარეობის მიღწევა, თითქოს აი რელიგიური გზით, ასე რომ წარმოვიდგინოთ, ანუ ხარ კრიშნას ერთგული და ეს არის ანუ ფაქტი, ერთ-ერთი გზა იოგასი. მეორე იოგა არის გადმოცემული კარმა იოგა, როგორც მოქმედების იოგა, რაც მოიაზრებს ორ რაღაცას, ის რომ ადამიანმა შეასრულოს თავისი სოციალური ვალდებულებები და მსხვერპლშეწირვები. ანუ ეს ორი ფაქტორი არის, ანუ ამ კონტექსტში კარმა იოგას, რომ ესეც არის თუ შენ კარგად ასრულებს შენს მოვალეობებს და ასრულებს მსხვერპლშეწირვებს, ესეც არის გზა გათავისუფლებისკენ, ანუ იოგასკენ. მესამე ჯნანა იოგა, ანუ ცოდნის იოგა, თუმცა ტექსტში ჯნანი ხანდახან გაგებული არის როგორც ჯნანი, როგორც წიგნების მცოდნე, ან ვედური ტექსტების ექსპერტი, არა რაღაც თვითშემეცნების გაგებით მცოდნე, არამედ უბრალოდ ტექსტის სპეციალისტი. და ეს რო არაურიოთ ერთმანეთში, ანუ ჯნანა იოგა როგორც ცოდნის გზით, ვინც აღწევს გათავისუფლებას და აქვე ვახსენოთ პრინციპში, რაც ყველაზე გამოკვეთილად მე-6 თავში არის ბჰაგავად გიტას აღწერილი, ანუ ධიანა იოგა, რაც ნიშნავს მედიტაციურ იოგას. ხო, ანუ მედიტაციურ იოგას. ეხლა რა თქმა უნდა, რადგან უფრო ადრე არის ბჰაგავად გიტა დაწერილი, ანუ ის არ იცნობს ესე ვთქვათ იოგას სუტრას, ანუ ამ ტექსტში არ არის ციტირება, მაგრამ პირიქით რო იყოს, რო დავსვათ შეკითხვა, არც პირიქით, ანუ არც იოგას სუტრაში, ანუ იოგას შასტრაში არ არის პირდაპირი
თვალსაზრისით ციტირებული Bhagavad Gita. არც მის ფაშიაში, ანუ მის კომენტარებში. ეხლა რა არის Yoga Sutra? სუტრები არის აფორიზმები, ან სტროფები, 195 აფორიზმი, ან 196, გააჩნია როგორ დავითვლით, რომელიც არის მოკლე ლოგიკურ ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, ფორმულირებები და რომელიც არის ორდონიანი ტექსტი, არის სუტრა და არის ფაში, ანუ მისი კომენტარები, რომელიც არის სავარაუდოდ მე-4-მე-5 საუკუნის მიჯნაზე დაწერილი, ვინმე პატანჯალის მიერ. და ის კომენტარები ფილიპ მასი მიიჩნევს, ანუ გერმანელი მკვლევარი, არა მარტო ის, რომ ეს არის მისივე ავტოკომენტარები და იმ დროს გავრცელებული იყო ავტოკომენტარების დაწერა. მაგალითად, ბუდიზმში წაფითარმა კოშა ფაშია არის, რომ არის თვითონ ავტოკომენტარები თავისივე ტექსტზე. ხო, ამიტომ ეს ჩვეულებრივი რაღაც არის და გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ სუტრები, ესე ცალკე აფორიზმები ტექსტის სახით არ არსებობს. რაც ტექსტებმაც მოაღწია ერთად. ანუ ეს არის იმდენად ჩაცნული ორგანულად ეს ორი დონე ტექსტის, რომ ერთმანეთის გარეშე არ გვინახავს, თუ მართლა ცალკე არსებობს სუტრები, არსებობს ერთი მთლიანი იოგა შასტრა. ხო. ეხლა ხო, დავიწყოთ ამის შედარება. ხო, შედარების თვალსაზრისით, მოდი ჯერ ესე ვთქვათ, რომ იოგა შასტრა დაყოფილია 4 თავად. რასაც ქვია პადა. პადა საერთოდ ნიშნავს მეოთხედს. და მაგითო როცა საუბრობთ, ეს ან თავიდანვე 4 თავად იყო დაყოფილი. იმიტომ რომ მეოთხედი ქვია თითოეულ დანაყოფს. ან შესაძლებელი არის, რომ თავიდან დაყოფილი არ იყო და მეოთხე თავი ზოგი ვარაუდობს, უბრალოდ მერე დამატებული არის. ნუ რაღაც ფილოლოგიური და სხვადასხვა ფილოსოფიური მოსაზრებები არის. ეხლა თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ რა უპირატესობა აქვს იოგა შასტრას. იოგა შასტრაში არის შემოტანილი გაცილებით უფრო მეტი თეორია. ანუ უფრო მეტი პოლემიკა და უფრო მეტი გადააზრება არის. აი მაგალითად იქ შემოტანილი არის უკვე ლინგვისტური თეორია. და ასევე არის პირდაპირი პასუხი თუ პირდაპირი პოლემიკა ბუდიზმთან და სხვადასხვა ტრადიციებთან. მაგალითად, ვაიშეშიკა ხო გაიარე, ანუ როგორც ერთ-ერთი დარშანა, ანუ ატომისტიკა, ხო? ანუ იოგა შასტრაში დაცული არის იოგას დოქტრინა, სხვების წინააღმდეგ უკვე. ანუ სხვები რა პრეტენზიებსაც იოგა დარშანას უყენებდნენ, რაც არ არის ჯერ არ ჩანს Bhagavad Gita-ში, ესე ნათლად. აქ უკვე მოცემული არის უკვე პასუხის გაცემის მცდელობა უკვე ამ თეორიებზეც. ანუ იოგა შასტრა უფრო კომპლექსური, უფრო ფილოსოფიური ტექსტია, ეს არ არის დიალოგი. ხო. თუმცა ფაშიაში კომენტარში ვხედავთ, რომ ოპონენტმა თქვა, მაგრამ იქ არ არის დაკონკრეტებული ვინმე პიროვნება, უბრალოდ იგულისხმება, რომ ვიღაცის ნათქვამი, ანუ იქ არის ციტატები, თქვა სხვადასხვა მასწავლებლების, ამ მხრივად საინტერესო ტექსტი, ანუ ესე არ არის, რომ მაგალითად სექტანტურად ვიღაც რო ცდილობდეს, რომ დაარწმუნოს თავისი მოსწავლე, იქ ის ეუბნება განსხვავებულ აზრსაც. აი მაგალითად ის მასწავლებელი ესე ფიქრობს და შემდგომ ხო თვითონ უსაბუთებს ამას. ამიტომ თვითონ თეორიების განვითარების თვალსაზრისით იოგა შასტრა იმ საფუძველს, დოქტრინალურ საფუძველს, რაც Bhagavad Gita-ში არის, ავითარებს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, ეხლა მოდი შენ დაგითხრობ, ანუ ფაქტიზე, შენ ძალიან გიყვარს ფაქტი? თუ არ გიყვარს? ფაქტი, ხო, ერთადერთი გზა არის, რომელიც არის ანუ კრიშნას მიერ, ანუ არჯუნასთვის მოყოლილი, ხო, ანუ გზა იოგის განთავისუფლების მიღწევის ანუ გზა Bhagavad Gita-ში ანუ რაც იყო მოცემული და წარმოადგენს
უფრო ემოციურ კავშირს ემოციურ კავშირს ხო ანუ ეგრეთ წოდებულ ანუ ღმერთთან ხო და ეგრეთ წოდებული არის ხო და სადაც ადამიანს ანუ უნდა სჯეროდეს და ეს არის ანუ სიყვარულის გზა ანუ როცა ადამიანს სჯერა და ადამიანს უყვარს პირობების გარეშე ანუ უპირობო სიყვარული და უპირობო შენ ეგრე აღიქვი ფაგავად გიდაში რომ ის მოითხოვს უპირობოდ გიყვარდე და ეგრეთ წოდებული ღმერთი ნუ კი არ ვიცი რამდენად სწორი იყო ჩემი რა ვიცი ანუ გამოტანილი აზრი ხო შეიძლება ანუ ესეთი ფორმულირება გავაკეთოთ რომ ხო წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რომ მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ რომ რა გამოარჩევს ანუ ფაგავად გიტას რომ ფაგავად გიტა აცხადებს რომ ადამიანი რომელიც სოციალურ ვალდებულებებს ასრულებს აი მეომარი ხარ და იბრძვი თქო შენ ფუნქციებს ასრულებ ამავდროულად თქვა ცეცხლის მსხვერპლ შეწირვა რაც არის ამას იცავ ან შენი ქმარი იცავს შენ მასთან ერთად ხო და ამ შემთხვევაში ესეც არის გზა სულიერი გათავისუფლებისთვის და სადღაც ანუ გიტაში ნათქვამია რომ კარმა იოგი არის სანიასი ანუ განდეგილიც ხო რას ნიშნავს ახლა ანუ კარმა იოგა კარმა იოგა ნიშნავს მოქმედება ისე რომ მიჯაჭვული არ იყო მოქმედების დადებით ნაყოფზე და არც გეშინოდეს უარყოფითი გზის ხო ხშირად ესე აღიქვამენ რომ აი თქვათ მე უნდა ვიმოქმედო ისე რომ მაგალითად საქმე ვაკეთო ისე რომ მოლოდინი არ მქონდეს ეს საქმე გამოვა თუ არა და მე ნაკლები мотиваცია მექნებაო ხო თუ მოლოდინი არა გაქვს და მეორე მხრივ პირიქითაც შეიძლება შევხედოთ რომ შეიძლება რაღაცა გზა გეშინოდეს რაღაც საქმის დაწყება, ამიტომ მიანდობ ღმერთს, ანუ ან სამყაროს და აქედან გამომდინარე იწყებ, ანუ შენ თვითონ პროცესში ხარ ჩართული, შენ ამბობ რომ მე ვაკეთებ იმას საუკეთესოდ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზავ, რაც ასე ვთქვათ, ეს გამოთქვა რაც ჩვენზე არ არის საერთოდ დამოკიდებული ხო და ამას ანდობ, ანუ მინდობის ერთ-ერთი გზა არის. ამაშიც არის ანუ რაღაცნაირად ფაქტის ელემენტი, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ფაქტისგან დამოუკიდებლად რო განვიხილოთ კარმა იოგა, ხო კარმა ნიშნავს მოქმედებას და ამ გაგებით უკვე კარმა იოგი გათანაბრებულია განდეგილთან, ანუ სანიასინთან. და მიჩნეული არის რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ იოგა არის მოქმედებაში ზომიერების დაჭერის გზა და ასე შემდეგ. ანუ არაერთი პასაჟი არის, რომელიც ხანდახან თითქოს უფრო მაღალ დონეზე აყენებს მოქმედების იოგას, ვიდრე განდეგილობის გზას. ზოგი ესეც კითხულობს, ანუ უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ფაგავად გიტა სხავს არაერთი კომენტატორი, მაგალითად რამანუჯა, მაგალითად შანკარა, მერვე საუკუნის, რომელიც ერთ-ერთი ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტატორი არის. ისედაც ყველაზე გავლენიანი კომენტატორი არის და არის მაგალითად გაუდია ვაიშნავიზმის, რაც მაგალითად კრიშნაიდებს რასაც უწოდებენ, ეს არის ანუ ასე ვთქვათ, შენ რო ჩამოგიტანეს გერმანიიდან, აქ რო ქონდა და მაინც რო დააბარე და მაინც ის რო ჩამოგიტანეს, ანუ ეს ასე ვთქვათ, ეს მიმდინარეობა. შესაბამისად, აი ამ თვალსაზრისით განსხვავება ეხლა რო გავავლოთ იოგა შასტრას, იოგა სუტრასა და ფაგავად გიტას შორის, თითქოს კარმა იოგა არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ხოლო პატანჯალისთან კარმა იოგა არ არის ესე მაღალ დონეზე აყვანილი. კარმა იოგა ანუ ესე იგი კარმა იოგა გაიგივებული არის იამას და ნიამას პრინციპებთან, ანუ მეც მინდოდა მეთქვა ზუსტად კი. ხო, აი პარალელი ანუ მე მგონი ძალიან დიდი საერთო აქვს, ანუ აი კარმა იოგას და ზუსტად იამა და ნიამას პრინციპებს. ანუ შორის ძალიან დიდი ბევრი საერთო აქვს უბრალოდ. თვითონ აი სიტყვა მაგალითად იოგა შასტრაში
tapas swatyaya ishvara pranithana kriya yoga ნიშნავს რომ ტაპასი ანუ ასკეტური მოღვაწეობა რაც იქ ჩამოთვლილი არის როგორც მათ შორის მარხვების დაცვა და ასე შემდეგ აი რა ვალდებულებაც ჰქონდა სამღვდელო პირსთან თუნდაც სხვა ადამიანს ხო ვიღაც მეომარი არის ვედური ტექსტების შესწავლა და იშვარა პრანითანა ამ შემთხვევაში ნიშნავს განმარტებულია როგორც არ მიჯაჭვა შედეგებზე რომ მე ანუ ნდობა მქონდეს სამყაროს და ასე შემდეგ ეს არის კრია იოგა კრია იგივე ნიშნავს მოქმედებას creation ხო ანუ ქმედებას ნიშნავს ხო და აქედან გამომდინარე ეს ერთგვარი ანუ სინონიმებიც არის მაგრამ შემდგომ პატანჯალი გვეუბნება რომ ამ ყველაფერს იამას ნიამას ასანას პრანაიამას ატიაჰარასაც კი უწოდებს ბაჰირანგას ანუ ბაჰირანგა არის გარეგანი იოგა იოგას გარეგანი რაღაცა რასაც აი გერმანელი სპეციალისტი ეხლა ბოლოს რო გამოაქვეყნა უფრო კარგად თარგმნის რომ ბაჰირანგა უნდა თარგმნოთ არა როგორც გარეგანი იოგას ასპექტები არამედ უმნიშვნელო ან ნაკლებ მნიშვნელოვანი იოგასთვის იმიტომ რომ კარმა იოგა მაინც შენ ჩართული ხარ ამ ქვეყნიურობაში და მაინც გაიგივებული ხარ მატერიასთან გინდა თუ არ გინდა შენ იმ მოქმედებების დროს თქვა საქმეს აკეთებ ბიზნესს აკეთებ თუ რაღაცა რაც არ უნდა მიუჯაჭველად იყო ამ რაღაცებში ხო მაინც შენ უარს ამბობ არა სამატერიალურ სამყაროში ჩართვაზე არამედ ამ ჩართვისგან მიღებულ შედეგებზე ამიტომ ეს არის ნახევარი საფეხური იოგასკენ და მე ანტარიოგა ნიშნავს არსებითი უფრო არსებითი კომპონენტები რაც არის შინაგანი ჭრეტა და მედიტაცია პატანჯალისთან ასეთი იერარქია არის ბჰაგავად გიტაში კარმა იოგა არის ძალიან მაღალ რანგში აყვანილი ხო კი ბატონო მაგრამ მე მგონი ანუ კრიშნა არ მახსოვს ზუსტად სიმართლე რომ გითხრათ ანუ უფრო კარმაზე საუბრობს მე მგონი ერთ ანუ თანაბრად არის მაინც აღწერილი ანუ როგორც გზა განთავისუფლებისკენ ანუ როგორც რა ქვია კარმა იოგა ასევე ბჰაქტი და ჯნიანაც ბჰაქტი კიდევ უფრო მაღალ რანგში არის ბჰაქტი კიდევ უფრო მეორე ნახევარი ანუ გიტას მეორე ნახევარში ბჰაქტი არის უმაღლეს რანგში აყვანილი და სხვათა შორის აი მაგით არის რომ ხანდახან თვითონ კარმა იოგა უწოდებს სანიასინს როგორც განდეგილს მაგრამ ეს უკვე ბევრი ესე კითხულობს რომ უფრო მაღალ დონეზე აყენებს კარმას ვიდრე თუნდაც ჯნანას მოქმედება ამ ქვეყნიურობაში ანუ ის არ მოუწოდებს არჯუნას რომ განდეგილი იყავი და მას ფიზიკური გაგებით განდეგილი იყავი ხო ის არ ეუბნება ამას ის ეუბნება რომ რაღაცნაირად ჯობია რომ კარმა იოგი იყო იმოქმედო და მეორე უკვე საბოლოო რეგისტრში ანუ ვიშვარუპას ანუ სამყაროს ფორმას აჩვენებს და ბჰაქტი იოგა ანუ ჩემი ერთგული რო იყო ეს არის საერთოდ უმაღლესი ანუ ძირითადად ესე ჩანს ერთი შეხედვით ხო მაგრამ მოკშა დჰარმა რომელიც ასევე ხო მოკშა დჰარმა ეწინააღმდეგება ესეთ იოგას ესეთ გაგებას და იქ ამბობს რომ რა თქმა უნდა კარმა იოგა ეს არ არის საერთოდ გზა გათავის მოკშასკენ კარმა იოგა არის მოსამზადებელი ეტაპი და აქვე შემოვიყვანოთ ანუ შანკარა მერვე საუკუნის კომენტატორი ბჰაგავად გიტას რომელიც ასევე ამბობს რომ სინამდვილეში გიტა როცა ამბობს რომ კარმა იოგი არის სანიასინი ანუ კარმა იოგი არის განდეგილი ის სინამდვილეში სულაც არ გულისხმობს რომ მართლა შესაძლებელია მოქშას ანუ გათავისუფლების მიღწევა მოქმედების გზით რატო იმიტომ რომ მოქმედება რაც არ უნდა უმციკლო და რაც არ უნდა პატიოსანი მოქმედება იყოს აი სიკეთის კეთება და ასე შემდეგ მაინც მიზეს შედეგობრივად დროშია მოქცეული და არ არის გზა და გათავისუფლება მოქშა არის დროის გარეთ და შანკარა ანუ ესე ხედავს რომ შანკარა ზუსტად ისევე ხედავს თითქმის როგორც პატანჯალი ხედავს იოგას რომ არის ორი საფეხური შენ ჩართული ხარ მოქმედებებში და კამია კარმა ნიშნავს ესე იგი მოქმედებ ვნებების გამო
სურვილების გამო მოქმედებ, ხო? და მე შემდგომ უკვე, როდესაც მოქმედების ნაყოფზე უარს ამობ, ეს მხოლოდ ერთი ნახევარია საქმის, რაც ამზადებს ადამიანს, რომ ნამდვილი სანიასინი გახდეს. ანუ ნამდვილი განდეგილი გახდეს. და აქ შანკარასთვის, ანუ ეს არ არის კარმა იოგი. აი იმ გაგებით შანკარა არაერთგან როცა გიტას განმარტავს, როგორც ჩანს, ეგ თემა იყო მაშინაც, რომ ვინ მიიჩნევდა, რომ ვიღაცა მიიჩნევდა, რომ კარმა იოგა უფრო მაღალი არის და საკმარისი არის. შანკარა იმასაც აღწერს, რომ ერთდროულად შეუძლებელია, რომ კარმაც იყო და ჯნანიც. იმიტომ რომ იქ წერია, რომ ან ეს ანის და ის ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს არის უბრალოდ საფეხურები და არა ის, რომ მინდა ამ გზას ავირჩევ, მინდა ამ გზას ავირჩევ. ანუ ერთ გზაზე უნდა იყოს, ანუ ადამიანი ორ გზაზე ვერ იქნება, ანუ ორს ვერ აირჩევს. ხო, ორს ერთდროულად ვერ აირჩევს, ანუ ხას უსვამს, ანუ რომ ან ერთი უნდა აირჩიოს, ან მეორე, მაგრამ მიაჩნია, რომ კარმა იოგა კარგი არის, როგორც მოსამზადებელი ეტაპი იმისა, რომ საბოლოო ჟამში ყველაფერი უნდა მოხდეს გაცნობიერების ხარჯზე. მაგრამ შემდგომ არის ესეთი რაღაცა, რომ მე თუ კარმა იოგას ვახცევ, კარმა იოგი ვარ და შემდგომ გავხდი სანიასი, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ. ანუ არც ჭრეტელობით ვარ დაკავებული, არც ცოდნას ვავითარებ. მაგას ჯობია, რომ ისევ კარმა იოგი იყო და ისევ სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდე, ან ხო, სხვათა შორის კარგი, ანუ თქვათ გახდა სანიასინი კი. ანუ ამ დროს და არაფერს არ აკეთებს. მაშინ რა აზრი აქვს ხო ამას? ანუ აი, მაშინ რაღაცა ანუ სხვა არ უნდა მოვიდეს მისკენ, ანუ მისთვის აი ფაქტი იოგა არ უნდა გახდეს, ანუ ასე თქვათ, თუ ანუ ეს სხვა რაღაცაა, ანუ გახდა სანიასინი, თქვათ, ანუ რა ვიცი, გაატარა ცხოვრება მასე და მაგაზე მთავრდება ყველაფერი? თუ მას ეყვა ენერგია, რომ ნახე არჯუნა ხო ესეთ შეკითხვას აძლევს კიდე, რომ რა დაემართება იმ იოგსო, ვინც სანიასას გზას დაადგავა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ანუ წარმოიდგინე საფეხური არის. ჯერ გაიარა თქვათ კარმა იოგა, მერე ანუ სრულყოფილად ასრულებს თავის ვალდებულებებს, მსხვერპლშეწირვებს და ამით მიაღწია გონების განწმენდას. მე თუ სწორად მახსოვს, კრიშნა პასუხობს მაგაზე, რომ თუ ვერ მიაღწევს ანუ ამ ცხოვრებაში, მაშინ განმეორებით ან დაიბადება უფრო მდიდარ, ანუ ასე თქვათ, ოჯახში, სადაც ექნება საშუალება გაგრძელების თავისი გზის. აი მაგ დროს უკვე ანუ შანკარა ესე კითხულობს მაგ პასაჟს, რომ წარუმატებელი იოგი არ ჩამოვარდება ნულ საფეხურზე, ის ჩამოვარდება კარმა იოგის საფეხურზე. ანუ კარმა იოგი რას აღწევს? ანუ კარმა იოგი აღწევს კარგ კარმას. აქ ან მომავალ დაბადებაში. შესაბამისად, ის თუ ჩამოვარდება, ანუ მთლიანად კარმა იოგას აღარ ჩამოცდება. ანუ შანკარა ეგრე კითხულობს. ხო, ანუ მე კიდევ ერთხელ მე არ ვამბობ, რომ თქვა და შანკარა რაღაც ესეთი რაღაცა კონსტიტუცია არის, საქართველოს კონსტიტუცია არის და არ უნდა გადაუხვიოთ ან რაღაცა. ეგეთ რაღაცას, მაგრამ ჯერ ანუ სწორად უნდა გავიგოთ რა მოსაზრებები არსებობს. ხო, რომ დასკვნა რომ გავაკეთოთ ან აზრი გამოვიტანოთ. ან რაღაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გვესმოდეს. ხო, სწორი ხარ, ანუ მართლაც ანუ ესეთი ეს არის, რომ ის ასე ვთქვათ, უთანაბრებს შემდგომ ისევ ანუ კარმა იოგს, ხო? და სხვა შემთხვევაში იქ აი მაგალითად შანკარას გამორჩეული კიდე რა არის, რომ როდესაც აღწერს ანუ თიანა იოგს, ანუ განდეგილ იოგს, რომელიც უნდა მედიტირებდეს და ჭრეტელობას მიეცეს, იქ ხო არის რომ აღწერილი, რომ იოგმა სხეული უნდა დაიჭიროს სწორად, ტორსი, კისერი და თავი, შირშო თავი უნდა დაიჭიროს სწორად და ცხვირის წვერს უნდა უყურებდეს, ხო? და შანკარას ძალიან მაგარი კომენტარი აქვს მაგაზე, რომ ეს ცხვირის წვერზე უყურებავა ეს არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით, რომ ესე უყურებს ცხვირის წვერს. იქ ხო არის, რომ არ უნდა იყურებოდეს მარჯვნივ და მარცხნივ. ანუ ზოგ კომენტატორს ეს პირდაპირ ესმის, რომ ეს არის წერტილი ფოკუსი, რომ აი აქ კონცენტრირდები რა. ეს იმას გულისხმობს, რომ უბრალოდ ამ ქვეყნიურობაში უბრალოდ ყურადღება არ ეფანტება. და ვინცო ცხვირზე კონცენტრირებაო, ის ცხვირს მიაღწევს და არა ატმანსო.
ხო, ანუ ეს მართლა ეგრე უწერია? ხო, ანუ დაახლოებით ეგეთი აზრი აქვს, რომ ანუ დარჩება ცხვირზე კონცენტრირებულია რა და არა ატმანზეო. ხო, იმიტომ რომ ეს ხო, ეგ თემა, ხო, მაგალითად რა აზრი აქვს ესე ვთქვათ კარმა იოგას. კარმა იოგა წმენს გონებას. ანუ ეს მრისხანება, უმეცრება, ანუ კლეშები რაც არის, ანუ პატანჯალისთანაც ასე არის, ანუ ძალიან დოქტრინალურად, რა თქმა უნდა, ეს ორი ტექსტი ძალიან ახლოს არის. ანუ ასე ვთქვათ, გონებას ამზადებს რა. ხო. ხო, გარდა ამისა, პარალელები, აი ძალიან მნიშვნელოვანი პარალელი რა არის, ნახეთ. ის გზა, რასაც გვთავაზობს თიანა იოგაში, ანუ მედიტაციის იოგაში, ორ რაღაცას გვეუბნება ბჰაგავად გიტა. რაშიც ანუ შანკარაც ეთანხმება, რომ ეს გზა არის რა. აფიასია, ანუ აფიასია ვაირაგიამ. ხო, მიუჯაჭველობა და აფიასია არის პრაქტიკა. რასაც შანკარა განმარტავს როგორც ერთი იდეის განმეორებითი რეპეტიცია. ერთი იდეის დაფუძნება. და მიუჯაჭველობა ის საინტერესო არის, რომ იოგა სუტრაში, ანუ კარგი თარგმანით ხედავთ, რომ მიუჯაჭველობა მარტო ის კი არ არის, რომ აი მე არ მინდა რომ რაღაცას მივეჯაჭვო. ანუ იმის კომპლექსიც არ მაქვს, რომ რაღაცა როცა მაქვს, არც ის მაწუხებს რომ მოვიშორო. ანუ ეს მიუჯაჭველობა მარტო ცალმხრივად არ უნდა გავიგოთ, რომ მე ვცდილობ იმას, რომ რაღაცებს მხოლოდ არ მივეჯაჭვო. არამედ რაც მაქვს, ამას რო არ მივეჯაჭვო და რაღაცნაირად ანუ თვით იდეათ არ მაქვს, რომ რაღაცა დისტანცირება გავაკეთო რაღაცეებისგან. ხო, არ უნდა გაწუხებდეს ამ უბრალოდ ანუ არც ყოლა და არც არ ყოლა. ხო, მაგრამ ამას მთლიანობაში ანუ ტექნიკური ტერმინის სახით მაინც ეს აღნიშნავს მიუჯაჭველობად ესე ითარგმნება რა. საერთოდ ვაირაგია ნიშნავს, რაგია ნიშნავს ვნებას. რაჯას, ანუ რაგია. ხო, რაჯასიდან. ხო, რაგა დვეშა ხო ეს ვაირაგია მაგას ნიშნავს და ხო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი რა არის, რომ იოგა შასტრაში, ანუ ვინ არის იოგი, ანუ პასუხი არის ეგეთი, რომ იოგი არის ბრაჰმანი, რომელიც გათავისუფლებული არის სოციალური ვალდებულებისგან. ანუ მას შეუძლია, რომ არაფერი ვალდებულება არ კონდეს. ანუ როლი არ აქვს ესეთი სპეციფიკური, შეიძლება გურუ იყოს, რომ მაგალითად ან თევზაობა ევალებოდეს, ან რაღაც საერთოდ ევალებოდეს და ასევე ოჯახისგანაც თავისუფალი არის. ანუ განდეგილი არის, მაინც მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც სანიასინი არის. ეგ ტერმინიც კი არის იოგა შასტრაში, ანუ სანიასინი, ნახსენები იოგის მახასიათი, ანუ 4-ჯერ არის ბრაჰმანი. და ერთხელ შეიძლება მეტჯერ არის ნახსენები, ანუ ის ხო, როგორც განდეგილი რა. იმიტომ რომ ხო, საბოლოო ჯამში ეს მაინც ითვლებოდა, რომ ანუ მოქმედება რაღაცა ეტაპი არის, რომელიც არის ანუ საწყისი ეტაპი, რომ გაიწმინდოს ადამიანის გონება. ხო, და ეხლა მოდი ესე ვთქვათ, ანუ რატო ჭირდება ანუ სულ ესე რომ განსაზღვროთ რა არის საერთოდ იოგა შასტრაში, იოგას განმარტება თუ გახსოვს? ჩიტავრიტი ნიროთხა. ანუ ჩვენი აზრების, ტალღების შეჩერება. ხო, ან შეწყვეტა, ხო. შეწყვეტა. ხო, მაგრამ იქვე, ანუ პირველის ფაშიაში იოგა სამათი. იოგა არის ჩაღრმავება ან კონცენტრაციაო წერია. იოგა არ არის კავშირი, აი როგორც ეს სისულელეები სადგურუ და ასე შემდეგ რო იმეორებენ, უბრალოდ ანუ საერთოდ წარმოდგენა რო არ აქვს უბრალოდ იოგაზე. ის სხვა იოგა არის და უბრალოდ არ აქვს. გონიათ რომ ეს ერთი და იგივე რაღაცას ნიშნავს, ხო? ხო, ნახეთ იოგა პატანჯალისთან პირდაპირ წერია, რომ არის სამათი და თავსაც ეგრე ქვია, რომ სამათის თავი. ზუსტად ანალოგიურად შანკარა გიტაზე კომენტარებში იოგას ზუსტად ესევე განმარტავს როგორც კონცენტრაციას. რაღაც თვალსაზრისით შანკარა იცნობს ორივე ტექსტს. იოგა შასტრასაც და იცნობს
გიტასაც. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არის მოსაზრება, რომ ეს შანკარა მე-8 საუკუნეში ვინც იყო, ამ შანკარას აქვს კომენტარები ბჰაგავად გიტაზეც და იოგა შასტრაზეც. მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გიტაზე კომენტარები მისი არის, მაგრამ შასტრაზე კომენტარები არის ის სხვა შანკარა არის და არა ეს შანკარა. ნუ ესეთი თეორია არის ანუ აკადემიურ წრეებში ის რატო? იმიტომ რომ იმ შანკარას ჰქონდა კიდე სხვა კომენტარები, მე-11 საუკუნის კომენტარები წაკითხული და ამიტომ შესაძლებელი არის ეს არ იყოს ერთი და იგივე ადამიანზე საუბარი. მაგრამ იდეაში, ანუ ეს შანკარა გიტაზე კომენტარების მიხედვით ძალიან ახლოს არის იოგა შასტრას თან რომ იოგას განმარტავს როგორც შეღრმავებას, იოგას ანუ იმ კომენტარიულ ტრადიციას მიყვება, ანუ რაღაც თვალსაზრისით, ანუ პატანჯალის თან არ აქვს აი ბევრი აცდენა. ვედანტაში აქვს, რა თქმა უნდა, სხვა თეორიებში, მაგრამ ხო, ეხლა კონცენტრაცია ამაზეც იოგა რო სამათი არის, ეს კი ბატონო, გიტაშიც ეგრე კითხულობს შანკარა. მაგრამ მოდი ესეთი საკნათ, რომ თვითონ იოგა ნიშნავს ამ შემთხვევაში რაც რომ არსებობს ესეთი საწყისი, როგორც არის თქვა მე ან სული, ან ატმანი, ან პურუშა, სხვა რას უწოდებთ, ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ტერმინს. არის მეს პრინციპი და არის არამეს პრინციპი. დიახ. მატერია ან ბუნება, რასაც უწოდებენ, ხო? პრაკრიტი. ხო, პრაკრიტი, ხო. პრობლემა არის ის, რომ სული აიგივებს თავს მატერიასთან და ჩვენ რო ცხოვრობთ, ჩვენ აიგივებთ თავს მატერიასთან და მატერიალურ როლთან. ანუ გონია რომ აი სამსახურში მოვედი, აქ წავედი, ეს მე დამემართა და ასე შემდეგ. კარგი დამემართა, ცუდი დამემართა და ამასთან თავს ვაიგივებ, ხო? იოგა ნიშნავს, რომ ამისგან გათავისუფლდეს და ამისგან თავი დისტანციურად დაიჭიროს. ანუ როგორც სიზმარი, აი მაგალითად ფილმი მატრიცა, ხო? ნეო აცნობიერებს და რა ვარიანტები აქვს ნეოს. ერთი რომ თლიანად გათავისუფლდეს, გაიაზროს, რომ ეს მატრიცა არ არის რეალური სამყარო, ანუ მისი რეალური ცხოვრება არ არის. და მეორე რა შეუძლია, რომ მატრიცაში იყოს წარმატებული თანამშრომელი. ანუ კარმა იოგა შანკარას გაგებით არ გათავისუფლებს, მაგრამ აი თვითონ მატრიცაში არ დაიტანჯები. ბედნიერი იქნები, ასე ვთქვათ რა. ხო, აი როგორც აი ნეურო დაეწინაურებინათ დაუშვათ რაღაც სამსახურში რა, ესეთი რაღაც არის. და სულ ესე ანუ იქნება მუდმივად დაიბადება მუდმივად წარმატებულ იოგად. მაგრამ ნეოს შემთხვევა ის არის, რომ ის მთლიანად იღვიძებს და ამბობს, რომ ანუ ეს არ არის რეალური, ანუ ის ასე ვთქვათ, ილუზია არის. იოგები კი არ ამბობენ, რომ სამყარო არის ილუზია, მაგრამ აი ეს იოგები ამბობენ, რომ ეს არ არის ნამდვილი ცხოვრება, როცა შენ აიგივებ თავს წარმავალ მატერიასთან და ამიტომ ყველაფერი შენ გემართება რა. საწყის ეტაპზე ამიტომ ესე ვთქვათ, სამათის საწყისი საფეხური რას ნიშნავს, რომ შენ ყველაფერს ხედავ, ანუ ურთიერთობა გაქვს სამყაროსთან, ოღონდ იცი სამყაროს ბუნება და შენ ის ვეღარ გაზიანებს. მაგალითად იცი, რომ თქვა ამ წყალს ეს თვისება აქვს, ამ ადამიანს თქვა ეს თვისება აქვს, ამას ეს იცი როგორ მოიქცე, სწორი მოლოდინები გაქვს, ასე ვთქვათ, ამას ხედავ მუდმივად, ანუ სამათხიში ხარ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში ხარ, არ აიგივებ თავს და აი რაღაც შემოთავაზება ან ისეთი რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენი, ასე ვთქვათ, ტანჯვა, ტკივილის მოყენება ან რაღაცა. ამას უკვე წინასწარ ვეხედავ და შენ არ გეხება, მაგრამ სამყაროსთან მაინც გაქვს ურთიერთობა ამ სამათხიში. ანუ ამას სამპრაჯნა და სამათხი. ხო? და შემდგომ სამათხიში უკვე შენ სამყაროსთან არაფერი არ გჭირდება, როგორც სიზმართან. და ამიტომ საბოლოო დონეზე შენ სამყაროსთან კავშირსაც წყვეთ საერთოდ. იმიტომ რომ ეს არც არის რეალური ცხოვრება სულისთვის. ანუ
ის მაშინ უნდა დაიბადოს ხელახლა, ისე უნდა გაიზარდოს, ისე უნდა ისწავლოს იოგა, ისე უნდა გათავისუფლდეს და ამ წრებრუნვაში იქნება, ან თავის მარადიულ საწყის უბრუნდება. და აზრების საბოლოო შეწყვეტა მხოლოდ იმ ეტაპზე ხდება, როდესაც ადამიანმა ჯერ გაცნობიერება გაიარა. ანუ ესე იგი, მე სამყაროს სწორად ვაფასებ ჯერ. სწორი ფიქრები მაქვს. და შემდგომ უკვე, ანუ ეს ბჰაგავად გიტაშიც არის და იოგა შასტრაშიც, რომ რა წარმოქმნის აი ამ სურვილებს. ეს არის სანკალპა, ან აზრები, ან რაღაც განზრახვა, რომ შენ რო ფიქრობ, მაგალითად ის ფიქრი წარმოქმნის სურვილს. ოღონდ ფიქრი როგორ? ეხლა ესე რო ვთქვათ, რომ მაგალითად თუ ადამიანს ვთქვათ მოწყურდა ეს ხვანიშნავს, ვიფიქრე და ამიტომ მომწყურდა. ის თვითონ ხდება, ხო? ბუნებრივია. ხო, მაგრამ ფიქრის პროცესი ამ წყურვილის გრძნობას აკავშირებს ჩემთან. ხო, აი თქვათ, სხეულს კი არ მოწყურდა ან დაუშვათ რაღაც, აი, ხო, სხეულს ჭირდება ეს. არამედ ეს ჩემთან აიდენტიფიცირებს. ანუ საბოლოო ჯამში, ანუ ფიქრები, ასე ვთქვათ, აკავშირებს ჯერ ერთი აკავშირებს მინიმუმ სხეულთან, ანუ განცდის დონეზე, ამას ქვია ასმიტა. ხო, აი ზუსტად ასმიტა ეს არის, რომ ჩემთან მოაქვს ეს ყველაფერი რა. და გარდა ამისა, ანუ გეგმები და ასე შემდეგ, ანუ შედარებები, რომ მაგალითად აი ვიღაცას ეს აქვს და რაღაცა მე შენც რო უყურებ და უშუალოდ სკროლავ და ამ სკროლვის დროს ანუ შენს გიჩნდება სურვილები, რომ რამდენი რაღაცა არა გაქვს. ხო. და ეს აჩენს შენში ერთგვარ სიცარიელის განცდას, დანაკლისის განცდას და ეს არის ტკივილი და შემდგომი მთელი ცხოვრება არის, რომ ეს რაღაცით შეივსო. აი ეს ახლა ავწერე, რაც ბჰაგავად გიტასაც და იოგა შასტრასაც საერთო აქვს, ხო? და აი ამ გზაზე დგომა არის. ერთიც და მეორეც, ოღონდ აქ არის ეტაპები. ანუ არავის არ მოეთხოვება საწყის ეტაპზე აზრების გაჩერება და საერთოდ შეწყვეტა. ეს ანუ საერთოდ აბსურდი არის, ხო, ამაზე რომ ხო, ანუ ადამიანი, ანუ სამსახურში დადიოდეს და აზრების გაჩერებაზე ფიქრობდეს, ან აზრებისგან დისტანცირებაზე, ხო? ეს ანუ იმათაც კი არ მოსდიოდათ აზრად, რომ ეს მაგალითად დაევალებინათ ისეთი ადამიანისთვის. ხო, ანუ ვინც არ არის ამაში ესე თლიანად, ანუ არ აქვს, სანიასი არ არის, ასე ვთქვათ, რა. დიახ. ხო, ну აი გამოდის რომ აი ეს ხუთი კლეშა რაც გვაქვს, ხო, ჩვენ აი ეს ავიძია, ასმიტა, რაგა, დვეშა და აფხინი ვეშაც არის, ხო, მეხუთე, ანუ როგორც მახსოვს. ანუ სანამ ჩვენ ვურთიერთობთ სამყაროსთან, ანუ სანამ ჩვეულებრივი ადამიანი ურთიერთობს, მაინც არსებობს, ხო ეგრეა, ანუ ხო ყველაში, ანუ რაღაც ნაწილი აი ამ რა ქვია, კლეშების, ანუ არსებობს. და თუ თქვათ, ანუ ნაბიჯი გააკეთა ადამიანმა და დადგა ანუ იმ გზაზე, რომ თქვათ, ანუ მე მინდა რომ მივაღწიო განთავისუფლებას და თქვათ, ანუ გავხდე იოგი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რჩება ამ სამყაროში, ხო, ანუ რჩება სამსახურში, რჩება ასე თქვათ, ანუ იმ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მაშინ რანაირად, ანუ რას ამბობს, მაშინ ანუ როგორ უნდა მოიქცეს ის, ანუ რა უნდა ქნას, რომ არ კონდეს, ანუ ასე რა ქვია, მოლოდინი, რომ არ კონდეს რაღაც, ანუ კომპლექტი არის, ხო, სულიერებასა და მატერიალს. ანუ თუნდაც ანუ ის ასმიტა რო ავიღოთ, ხო, ანუ მე მწყური, ანუ მე მინდა, ანუ ჩემს სხეულს უნდა წყალი. ანუ რანაირად არ უნდა მოვახდინო იდენტიფიცირება, ხო? ხო, ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ანუ რაც წამოწიე და ეხლა აი მაგალითად შანკარა თვითონ რო ავიღოთ, ხო? ეს არის უდიდესი ინტელექტუალი, უდიდესი ფილოსოფოსი, უდიდესი ადვაიტა ვედანტას მოღვაწე. ის ხო თან მოღვაწეც არის, თან ტექსტებს წერს, ანუ მოქმედებს რეალურად, ხო?
და უდიდესი განმანათლებელი არის, ხო? ალბათ როგორც მოაზროვნეც და როგორც გინაც მისტიკოსიც სხვადასხვა მხრივად შეგვიძლია ვთქვა. ამიტომ ის ჩართული არის ასე ვთქვათ საქმიანობაში, ხო? და მისი ურთიერთობა რა არის ანუ სამყაროსთან? როგორ არის ანუ ეს ახსნილი თვითონ ბჰაგავად გიტაში ან მაგალითად იოგა შასტრაში, ხო? ბჰაგავად გიტაში, როდესაც ეკითხება არჯუნამ, როგორი არის ის ადამიანი, რომელმაც სითი პრაჯნას უწოდებენ რა, გრადი არის სიბრძნეში, ანუ თქვა გასხივოსნებული. ის პასუხობს, რომ ანუ მოლოდინი აქვს, რომ როგორ ამოვიცნო ეს ადამიანი, ხო, ესეთი ადამიანი. და ის ამბობს, რომ ეს ადამიანი არის შინაგანად მიუჯაჭველი. ანუ ამ ადამიანზე, ანუ ასე ვთქვათ, მატერიალური ასე ვთქვათ, ობიექტები არც დადებით გავლენას არ ახდენს და არც უარყოფითს. მაგრამ რადგან კრიშნა ამის მაგალითი არის და თვითონ მოქმედებს ცხოვრებაში, ესე იგი ეს შესაძლებელი არის, რომ ადამიანი სოციალურად აქტიური იყოს. რაღაც თვალსაზრისით. ანუ ყველა ტიპის სამსახური შეეფერება თუ არა არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ტიპის დასაქმებული რო იყოს, ეგ ანუ ფაქტი არის, რომ ჩართულობა სამყაროში კრიშნაც აჩვენებს, ვთქვათ, გინაც პატანჯალი რო წერს ამას, ან ის ხალხი, ვინც ამას გადმოსცემს და ასწავლის, სწავლება ხო ჩვეულებრივი მოღვაწეობა და საქმიანობა არის, ხო? ამიტომ ესეთი რაღაც გამოდის, რომ ეს ჩართულობა მოიაზრებს მხოლოდ იმას, რომ ის შინაგანად აცნობიერებს მუდმივად ვინ არის თვითონ. აცნობიერებს, ანუ ერთხელ მოხდა ეს რაღაცნაირად თუ სულ უნდა იფიქროს მაგაზე. ანუ სულ აი ასე ვთქვათ, როგორც სტრესში არის და სულ უნდა იფიქროს იმაზე, რომ უი, გამახსენდა მე ხო ხარდაჭერა შეიძლება დაჭირდეს ამ მდგომარეობას, ხო? ხარდაჭერა შეიძლება დაჭირდეს ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ მაგალითად აი იოგა სუტრაში ხო არის, იოგა შასტრაში აღწერილი, რომ ჩიტა ვრიტი ნიროთხა ხო არის? არის ბიუთარე ნიშნავს, ესე იგი მდგომარეობა, როდესაც ნიროთხა, ანუ შიგნით ჩაღრმავებული მდგომარეობა ისევ გარეთ ბრუნდება. ეს შესაძლებელი არის. თუმცა აი სწორედაც ამაშია საქმე, რომ როდესაც საუბარია ნირბიჯა სამათიზე, ბიჯა ნიშნავს თესლს. როდესაც მიღწეული არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეუქცეველი არის, მეტაფორა როგორი არის, ნახეთ, თესლი, რომელიც ნიადაგში ხვდება, ის აღმოცენდება და ეს ანუ მანკიერების თესლი რაც არის, სიძულვილი და ასე შემდეგ, ის გაღვივდება, თუ ის უბრალოდ არაცნობიერში გადავიდა და უბრალოდ ზედაპირულად არ ჩანს, მაგრამ თესლი ნიადაგში არის შენარჩუნებული, ხო? და ბიჯა ხო თესლს ნიშნავს და როგორც კი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ან წყალი დაესხმება, ან სითბო მოხდება, ხო? ის იწყებს გაღვივებას ხელახლა, მაგრამ ნირბიჯა მდგომარეობა აღწერილია როგორც ისეთი, როდესაც თვითონ თესლი არის განადგურებული როგორც დამწვარი, რომელსაც უბრალოდ გაღვივების შანსი არ აქვს. ანუ იოგებს მიაჩნდათ, რომ ეგეთი მდგომარეობა შესაძლებელი არის. კიდევ ანუ ანალოგიური მდგომარეობა არის სანქია კარიკაში აღწერილი, ზუსტად არ მახსოვს როგორი 66-ე კარიკა არის, თუ ანუ სადღაც ბოლოსკენ არის, მოკლედ, რომ ადამიანი, რომელიც მიაღწია, რომ მე არა ვარ სხეული, მე არა ვარ ცვალებადი მატერია, ის სხეულში აგრძელებს ცხოვრებას. ანუ კითხვა ეს არის, რომ თუ მე ასე ვთქვათ, გავემიჯნე სხეულს იმ გაგებით, რომ დავინახე, რომ მარადიული სული ვარ და ამ დროს სხეული აგრძელებს თუ არა ცხოვრებას. ეს კითხვა არის ლეგიტიმური. ანუ სწორი შეკითხვა არის, თუ დაინახე, რომ არა ხარ, მაშინ სხეულთან რაღა გინდა, ხო, დაანება საერთოდ თავი და სხეული ცალკე დარჩება და კარიკაში პასუხი არის, რომ ის აგრძელებს მოქმედებას, ისევე როგორც აი მეთუნე თიხა რო ტრიალებს და შენ როცა აღარ ატრიალებ, ინერციით ის თვითონ აგრძელებს ტრიალს. ანუ ცხოვრება სხეული და სხეულში ის ადამიანი აგრძელებს, ოღონდ ისე
ისე რომ ის ფაქტორები, რაც ტკივილის მომტანი ფაქტორებია, ის აღარ არსებობს საერთოდ. მაგრამ აქ უკვე შემოდის, ანუ სხვა პრობლემა შემოდის. რომ მაშინ ასეთ ადამიანს, რომელიც არის თქვა სტიტი პრაჯნა ფაგავად გიტას ენაზე, ან დაუშვათ ეგ ტერმინი მაგალითად სანქიაში არ წერია, მაგრამ აი ამას ქვია ჯივან მუქტი. ესე იგი სიცოცხლეშივე გათავისუფლებული. ხო. ხო, მაშინ ჯივან მუქტი ადამიანს, აი შენ რომ მიაღწიე მაგ მდგომარეობას, რა мотиваცია აქვს რომ სხვას ასწავლოს? ხო, შეიძლება თუ სურვილები აღარ აქვს, შენ არავითარი мотиваცია არ კონდეს. ხო, ძალიან კარგი კითხვაა. კი, აი ზუსტად აი მაგას გულისხმობ, რომ თუ ხო, თავისუფალია, ანუ აღარაფერი, ანუ არ აკავებს, ხო, ასე ვთქვათ, ანუ მაშინ აქ სავარაუდოდ უკვე, რა ვიცი, ანუ კარმა, რომ ანუ მისი მოვალეობასავით თვლის, რომ ანუ ეს მისი მოვალეობა და სანამ შეუძლია აკეთებს, აღარ აქვს საერთოდ მოვალეობა, ნახე. აი ზუსტად ეგ არის საინტერესო რაღაცა, რომ ეს ადამიანი, ანუ მაგალითად იოგა შასტრაში ეს არის ასე თქო კარუნა, ანუ თანაგრძნობის გამო, ხო? მაგრამ ეს თანაგრძნობა ისევ აიძულებს, რომ მაგალითად დაუბრუნდეს მიწიერ ცხოვრებას და სხვების დახმარების მიზნით გაუჩნდეს мотиваცია. ბუდას შემთხვევაშიც რა არის, რომ ბუდას შემთხვევაში, გასხილოსნების შემთხვევაში მას აქვს სკეპტიციზმი, რომ საერთოდ აზრი არ აქვს, რომ სხვას ასწავლო. იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებენ და ეს კიდე აქ სხვა შტრიხით შემოდის, რომ აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებენ და მას რაღაცნაირად არწმუნებენ, რომ არა შესაძლებელია, რომ ამ ცოდნის გადაცემა მაინც მოხდეს. იმიტომ რომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან. ხო, იოგაში ჯივან მუქტის ესე იგი ადრეულ ტექსტებში, ანუ კარიკაში მაგალითად სანქიაში არის გასხილოსნების მხოლოდ ერთი საფეხური. მიაღწიე გახდი ასე ვთქვათ ჯივან მუქტი სხეულშივე, მერე სხეული როცა გვდება, უკვე აღარ იბადები და ეს გათავისუფლებული არის. იოგა შასტრაში შემოდის ორი დონე გასხილოსნების. ერთი, რომელსაც შეუძლია ინტერაქცია სხვასთან და მეორე, რომელიც ასე ვთქვათ, უკვე ისეთ მდგომარეობაში არის, რომ ანუ კლიანტ ხო, საერთოდ ხო ინტერაქციაში უკვე თითქმის აღარ არის. ხოლო ანუ ვედანტა როგორც ჩანს, ანუ ეს საკითხი მუდმივად ტრიალებდა და საერთოდ თუ ბჰაგავად გიტაში არჯუნა ეკითხება, რომ როგორ ამოვიცნო ეს ადამიანი, რომელიც არის სტიტი პრაჯნა, იქ გვიანდელ ტექსტებში საერთოდ ჩდება კითხვა, როგორ ამოვიცნო კი არა, როგორ შეიძლება რომ ესეთი ადამიანი საერთოდ არსებობდეს. ეს მექანიზმი რა არის ასეთი ადამიანის არსებობის და ვედანტაში შემოდის სამი საფეხური გასხილოსნების. პირველი საფეხური არის დაბალი დონე, რომელიც არ არის გურუ, იმიტომ რომ ეს დაბალი დონის გასხილოსნებულია და არ აქვს სწავლების უფლება. მეორე არის საშუალო დონის ასე ვთქვათ მდგომარეობა, რომელიც უკვე მზად არის რომ სხვას ასწავლოს. მაგრამ არ არის უმაღლესი მასწავლებელი, რატო? იმიტომ რომ უმაღლეს მასწავლებელს мотиваცია არ აქვს საერთოდ რომ სხვას ასწავლოს. ამიტომ მათ შემოაქვთ ეს სამსაფეხურიანი მექანიზმი იმისთვის რომ მე შესაძლებელი გახადონ რომ რაღაცნაირად ახსნან ეს მოსწავლეები. ხო, გაურთულეს ხო, იმიტომ რომ კითხვები ხო, თან როგორ არის, რაც უფრო გვიანდელი ხო ლიტერატურა, ხო, მეტი კითხვები რო გროვდება, მე რაღაცნაირად რთულდება პასუხები რა. ხო. და ფაქტის მაინც არ შევეხოთ. ბოლოს ფაქტისაც შევეხოთ. ანუ საინტერესო არის, ხო, შენ რატო მოგწონს ფაქტი? მე არ მომწონს პირიქით. ხო, მე უფრო ახლა მათ სამს შორის ჯნანა უფრო მიმაჩნია, როცა ანუ უფრო კონცეპტუალური
ცოდნის მიღება არის, ხო? ანუ სადაც გაქვს შესაძლებლობა, რომ აზრი გამოიტანო, რაღაცა, ანუ უფრო ფილოსოფიით მიხვიდე, ანუ რაღაც კითხვა დასვა და იმ კითხვაზე პასუხი მიიღო, ეს ჩემთვის უფრო ახლო არის, ვიდრე ხო, მაგრამ ნახე, ეხლა მეორენაირად შეხება ესეთ რა. ყველას არ აქვს მაგალითად ფილოსოფიური აზროვნების უნარი. კი ბატონო, მე მაგას არ ვამბობ, რომ ვიღაცამ, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, ანუ ეს გზა უფრო კომფორტული და უფრო კარგად გრძნობდეს თავს. მე პატივს ვცემ და რა ვიცი, ანუ ნებისმიერი გზა, რომელიც ანუ ასწორებს ადამიანს და უფრო ბედნიერად ქმნის, ხო? მე მგონი არის უნდა არსებობდეს და ხო, აი ფაქტის გააჩნია კიდე როგორ გავიგებთ. ანუ ფაქტი შეიძლება გავიგოთ როგორც პიროვნული კულტი კრიშნასი. რომ ანუ მე მასზე როგორც პიროვნება ესე ვარ, ანუ მიჯაჭვული. ხო. და მისი ერთგული ვარ, ასე ვთქვათ. ხო, ну, აი ზოგ კომენტარებში ეგრე არის, ანუ ხო, მაგრამ შეიძლება პრობლემა კომენტარებში არის, როგორც ეს დღეს არის მაგალითად პოპულარული ან და სხვანაირადაც შეგვიძლია აი, მაშინ კითხვას დავსვამ, შანკარას კომენტარებში როგორაა, ანუ აი ფაქტი იოგა აღწერილი. შანკარას კომენტარებში ნახე შანკარას კომენტარებში როგორ არის. შანკარა, რა თქმა უნდა, იმას ხედავს, რომ გიტაში იკითხება, რომ ფაქტი იოგა არის უმაღლესი. ანუ კრიშნა თვითონ ამბობს, რომ ფაქტი არის უმაღლესი. მაგრამ ასევე მასთან, ასე ვთქვათ, ათანაბრებს თიანა იოგას. ხო. რომ ესეც ასე ვთქვათ არ არის სულ, მაგრამ ამბობს, რომ სხვა იოგა არის ძნელი. კი, მაგას ამბობს, ხო. ხო, მაგრამ შანკარა კითხულობს ასეთ რაღაცას, რომ ფაქტი იოგა არის მხოლოდ ნამდვილი გზა ცოდნის გავლით. ანუ ფაქტის თვითონ არ მიყავს მოგშამდე. ფაქტი უნდა მიიყვანოს ადამიანი ცოდნამდე ჯერ და ცოდნამ უნდა მიიყვანოს გათავისუფლებამდე. ანუ შანკარა ასე კითხულობს. მაგრამ რომელ ცოდნას გულისხმობს? აი ზუსტად აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, იმიტომ რომ როცა საუბარი არის რომ ის უფრო მაღალია ვიდრე ტაფაშვილი, ანუ ასკეტი, ის უფრო მაღალი არის ვიდრე ჯნანი. აქ განმარტავს რომ ჯნანში იგულისხმება წიგნების მიხედვით სპეციალიზირებული ადამიანი. ანუ ასე ვთქვათ, ტექსტის ადამიანი და არა თვითშემეცნების ჯნანი. როცა ანუ ჯნანი ორნაირად უნდა გავიგოთ. ერთი არის ჯნანი, რომელიც არის მცოდნე, უბრალოდ ვედური ტექსტების და ექსპერტი არის ფილოსოფიის. დიახ. და შანკარასთვის ჯნანი არის ის, ვინც იცნობს, ანუ მეორე ტიპის ჯნანი, რომელიც იცნობს საკუთარ თავს. და რა თქმა უნდა, ფაქტი უფრო მაღალი არის, ვიდრე ის, ასე ვთქვათ, ის ასკეტი, ტაფაშვილი ან ჯნანი, რომელიც მწიგნობარი არის. ხო. მაგრამ შანკარასთვის ფაქტი უნდა მიიყვანოს ადამიანი ცოდნამდე და ცოდნამ მიყავს შემდგომ მოგშამდე. ანუ საკუთარი თავის ცოდნამდე, რომ ატმანი და ბრაჰმანი იგივე არის. მაგრამ რეალურად არ გულისხმობს იმას, რომ ჯნანა იოგა, ანუ მაგ დროს უფრო მაღლა დგას. ანუ ფაქტის მეშვეობით უნდა ანუ მივყავართ ჩვენ ჯნანა იოგამდე? ის ნახე თვითონ ამ პასაჟს ესეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, იმიტომ რომ იქ ხვარი პირდაპირ მოცემული, რომ თქვათ ფაქტი უფრო მაღალი დონე არის, ვიდრე თქვათ ჯნანი. ხო და ის ამბობს, რომ აქ იგულისხმება არა ის ჯნანი, რომელმაც იცის, რომ ატმანი უდრის ბრაჰმანს, არამედ მწიგნობარი. ეს სხვადასხვა, ანუ ზოგადად ხა ჯნანა თუ ცოდნას ნიშნავს, როგორც ჯნანი, როგორც knowledge, როგორც знание, ხო? ეს თუ უბრალოდ ცოდნას ნიშნავს, ეს შეიძლება გავიგოთ ისეც და შეიძლება გავიგოთ ესეც. შესაბამისად, მისთვის უმაღლესი არის ცოდნა იმისა, რომ ატმანი, ანუ მე ვარ ღმერთი. ანუ ამის ცოდნა არის მნიშვნელოვანი, სხვათა შორის
ზოგი ამობს რომ შანკარა არასწორად კითხულობს უფანიშადებს, როცა ამას კითხულობს, რომ თითქოს იქ წერია თათვამასი ნიშნავს, ხო, მე ვარ ღმერთი. იმიტომ რომ იქ არის ნეიტრალური სქესის და თვითონ ფილოლოგიურად უფრო სწორი წაკითხვა შეიძლება იყოს, რომ მე ისევე როგორ, იმიტომ ეს ხო ესე პატარა ფრაზა კი არ არის ეგრე თათვამასი და დაიხურა წიგნი და წავედი. იქ არის ანუ მთლიანი ტექსტი, რომელიც მთლიანი წინადადება არის ესეთი, რომ მე შენ ანუ ისევე როგორც ყველა სხვა შენი ისევე როგორც ყველა სხვის საფუძველი არის ბრაჰმანი. ის კი არის შენ ხარ ბრაჰმანი, არამედ შენ და ყველა სამყარო საფუძველი არის ბრაჰმანი. ხო, ეხლა მე ფილოლოგიურ ძიახსვლებზე და ასე შემდეგ ეხლა უბრალოდ ყურადღებას არ გავამახვილებ, ანუ შანკარა მაინც უდიდეს ფილოსოფოსად შევა და მისი ინტერპრეტაცია თუნდაც ეს ფილოლოგიური არასწორი ინტერპრეტაცია იყოს, ან მაგ ეპიზოდშიც, თათვამასიშიც და ასე ვთქვათ, ეს მისი ინტერპრეტაცია იყოს. კი ბატონო, ანუ გენიალური არის, ანუ არ შევეკამათები, ანუ ნამდვილად ვერც შევეკამათები. მაგრამ ეხლა სადამდე მიდის ეს რა არის, ანუ ფაქტი საბოლოო ჯამში. ზოგს ფაქტი ესმის, რომ მაგალითად რაღაცა ღვთაება არის, კრიშნა არის და მე რაღაცა, არ ვიცი, თაყვანისცემის რიტუალებს ვუტარებ, ლოცულობ მასზე, მანტრას ვკითხულობ და ასე შემდეგ და ანუ ჰარე კრიშნას მანტრას ვკითხულობ, ხო? ხო, მე არ მგონია, რომ ეგ ანუ სწორი გაგება იყოს, ან ერთადერთი სწორი გაგება იყოს ფაქტის. ფაქტი, ანუ რატო არის აუცილებელი და რატომ არის გარდაუვალი, ჩემი აზრით, ეს კომპონენტი. იმიტომ რომ კარგი დავუშვათ არ სწამს იოგს დავუშვათ იშვარა, ანუ ღმერთის არ სწამს. მაგრამ უნდა გათავისუფლება, ანუ გაიცხოვრება უნდა. ხო? ეხლა მაშინ მოკშასი ხო მაინც უნდა წამდეს, რომ წამდეს რას ნიშნავს? ნუ ესე იგი სწრაფვა უნდა კონდეს გათავისუფლებისკენ. რას ნიშნავს ეს სწრაფვა? ეს რამე სურვილი კი არ არის, რომელიც მიშლის. არამედ თვითშემეცნებისკენ მივდივარ და мотивация არ მექნება, რომ ვიფიქროთ თვითშემეცნებას აზრი არ აქვს. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ, ხო? ხო. თვითშემეცნება, ზოგადად შემეცნების აქცი რო შევდივარ, ცნობის მოყარეობის გარდა შეიძლება მქონდეს мотивация, რომ შემეცნება არის კარგი, თავისთავად სიკეთე არის, ცოდნა. ცოდნა არა რაღაც სპეციალიზაციის, არამედ აი მე რო ვაცნობიერებ ჩემთვის, ეგ თავისთავად რაღაც სიკეთე არის რა. შესაბამისად, ანუ გათავისუფლებისკენ რო წავიდე, მე ეს უნდა დავუშვა, რომ ვიღაცა არსებობს უკვე გათავისუფლებული. შეიძლება ან ადამიანი იყო ვიღაცა, რომელმაც მიაღწია გათავისუფლებას, ხო? ცხოვრობდა დავუშვათ რაღაც წელს და მიაღწია გათავისუფლებას და მე სხვას ასწავლა. ან ის უნდა დავუშვა, რომ მაგალითად ანუ ღმერთი მუდმივად გათავისუფლებული არის. არასდროს არც ყოფილა ტყვეობაში. აი პატანჯალისთან იშვარა ნიშნავს ამას, რომ ის ანუ ღმერთი იბგაგებით კი არ არის, რომ სამყაროს ქმნის და ასე შემდეგ. ის ღმერთი იმ გაგებით არის, რომ ის არის უკვე პრეცედენტი, ხო, ანუ ამის მაგალი დემონსტრაცია არის, რომ ეს მოკშა, ხო, ან კაივალი არის, ხო, იქაური ტერმინი, შესაძლებელი არის. შენ რო ეს არ გქონდეს და ჩათვალო, რომ ანუ შეუძლებელი არის. ან მაშინ პირველი შენ უნდა იყო, რომელიც ამ ექსპერიმენტში შედიხარ. და მაშინ იოგაც აზრი არ აქვს, მაშინ შენ სულ სხვა რაღაც გზა უნდა გაიარო ახალი. მაგრამ იოგა თავისთავად ნიშნავს, რომ ესე იგი არსებობს რაღაცა სისტემა, არსებობს ილუზიის თემა, უმეცრების თემა, უმეცრება არსებობს და უმეცრებისგან გათავისუფლება შესაძლებელი არის. ანუ მოკშა შესაძლებელია. და თუ ამას ვიშვებ, ისიც უნდა დავუშვა, რომ სხვა ეგეთი მოდელი არსებობს. ხო, ლოგიკურია. ხო, ეგეთი მოდელი უკვე არის იშვარა და იშვარასა და შენ შორის, ანუ ღმერთსა და შენ შორის განსხვავება ერთადერთი ის არის, რომ შენ ეხლა არ ახარ გათავისუფლებული, მაგრამ შეგიძლია გათავისუფლდე და ის უკვე გათავისუფლებულია. სხვა განსხვავება თქვენ შორის არ არსებობს. აი, შენ რო დავუშვათ ესე შეხედო, რომ თქვა, იმის ფეხის ზომა განსხვავდებოდეს ჩემი ფეხის ზომისგან, ან რაღაც, ანუ ეგეთი დეტალები არ არის განსხვავებული. მეტი სხვა სხვაობა არ არსებობს, ხო? და ის გამოდის, რომ ის არის შენი სრულყოფილი ვერსია.
დიახ. შესაბამისად, ანუ პატანჯალი როცა ამბობს, რომ იშვარა პრანითანავა, გულისხმობს, რომ ან მედიტირება იშვარაზე, ან მანტრის გალობა, როცა მანტრას ან რაღაც სისულელეს რო აკეთებენ, ვითომ მანტრას იყიდიან და რაღაც იმეორებენ რაღაც უაზრობას და თან მექანიკურადაც გაიმეორებდა და ეს იმოქმედებს, ხო, ზღაპარი, ხო? შეიძლება ეს აძინებს, ანუ უშუალოდ ეგეთი მედიტაცია აძინებს. და მაგაში სწორი არის, ხო? ეს გასაგებია, მაგრამ პატანჯალი ამბობს, რომ ანუ ეს არის შინაარსი, ეს არის შენი უკვე სრულყოფილი მეს მოდელი არის. გასაგებია, ხო და სწრაფვა სრულყოფილებისკენ, ასე ვთქვათ. ხო, ანუ ის შენ ხარ უბრალოდ და შენ მიგაჩნია, რომ შენ თუ ეხლა მე მაგალითად უმეცრებაში ვარ, ანუ მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, რომ გავაცნობიე, რომ ჩემი უმეცრება. იმიტომ რომ მაშინ უნდა ვიყო, მაშინ ლოკაიატა, ანუ სხვა ტრადიციის წარმომადგენელი, მაგალითად, ან ჩარვაკა. ხო, შენ ხო დარშენებზე კითხულობ. იყვნენ მატერიალისტები ინდოეთში, რომლებსაც მოქშასი არ სწამდათ საერთოდ. ხო. ანუ ისინი მოქშას ხო, ანუ მაშინ არ უნდა დაუშვა, რომ არავინ არ არის მოქშაში. შესაბამისად, ღმერთიც არ არსებობს, იმიტომ რომ მოქშას თუ უშვებ, ანუ ამაში შემოდის, რომ ვიღაც მოდელი უნდა იყოს. ხო. რაღაცა მოდელი უნდა იყოს, ხო? შესაბამისად, ანუ შანკარა, ანუ ფაქტი ეს არ არის რაღაც ემოციური მიჯაჭვულობა, რაღაც ისეთი, რომ მაგალითად აუცილებლად რაღაც სექტაში იყო. როგორც მაგალითად გაუდია ვაიშნავიზმი კითხულობს აუცილებლად, მაგრამ მე არ ვამბობ, მაინც შანკარა არის სწორი და ასე შემდეგ. მე უბრალოდ შანკარას პოზიციას განმარტავ, ხო? ანუ მისაც რა უნდა, ხო, ემოციურ კავშირზე კარგი შეიძლება არაფერი არ იყოს და ხო, ძალიანაც მოგწონდეს ეს ღვთაება და რაღაცა იყო ვიღაცის თაყვანისმცემელი. აქ კიდე შემოდის ესეთი პრობლემა, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ღმერთი პიროვნული ღმერთი არის უფრო მაღალი დონე თუ უპიროვნო ბრაჰმანი, ხო? როგორც ვთქვა გავდგიტაში, ანუ ატმანი და არა, კი ბატონო, ატმანი და პარამატმა, დიახ. ხო, უფრო ესე დავაკონკრეტებდი, რომ ანუ ღმერთის როგორც არაპერსონალური, იმპერსონალისტური აღქმა, რომ ღმერთი არის უმაღლესი რეალობა, წმინდა ცნობიერება, ან ჩით ამ შემთხვევაში როგორც ცნობიერება, ესე ვთარგმნოთ, ჩით ცნობიერება შეიძლება ხო ცნობიერება და ნეტარება, ანუ ესე რო ვთარგმნოთ. მაგრამ ეს ვინმე პერსონა არ არის. ხო. მაგრამ ამავდროულად, ანუ ღმერთის პერსონაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ვთქვათ იესო. ხო. ან კრიშნა. და არის ტრადიციები, რომლებიც ორივეს აღიარებენ, პიროვნულ ღმერთსაც და უპიროვნო ღმერთსაც და მიაჩნიათ, რომ მაგალითად არის უპიროვნო ღმერთი, ანუ ღმერთი როგორც ცნობიერება, ღმერთი როგორც ნეტარება და ღმერთი როგორც რეალობა, ეს არის ერთი საფეხური. ამ საფეხურის ზემოთ წვდები პიროვნულ ღმერთს. მაგრამ შანკარასთან ეგრე არ არის. შანკარასთან პიროვნული ასპექტი არის ქვედადონე. ნუ ეს არის თითქოს ადამიანს უადვილებს, თითქოს პიროვნებასთან გაქვს, ხო, კონცენტრაციას გიადვილებს რა. და შემდგომ უკვე ეს ფორმა არ გჭირდება და ანუ გადიხარ, ანუ რაღაცა უსასრულო იმპერსონალურ, ასე ვთქვათ, ცნობიერებაში. ხო. ხო, ანუ შანკარასთან უფრო ესე იკითხება, ვიდრე სხვანაირად, ხო? და იოგა შასტრაშიც უფრო ესე იქაც არის თითქოს აი პერსონიფიკაციების ფორმით, რომ მაგალითად აი კითხვა ჩდება, რომ ვინ ასწავლა მაშინ ეს იოგა თუ ასე ვთქვათ, ღმერთი არ არის განკაცებული, ასე. ხო? და იქ არის, რომ ვთქვათ, ღმერთი, ანუ იშვარა ქმნის თავისი თანაგრძნობის შედეგად გონებას, ნირმანა ჩიტა. და ამის მეშვეობით, ვთქვათ, ასწავლის, ანუ კაპილა მაგალითად ასწავლის თავის მოსწავლეს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ახსნა არის, იმიტომ რომ თუ ამბობ, რომ ანუ პიროვნება არ არის, მე მაშინ როგორ ხდება გადაცემა? ხო. სწავლების გადაცემა როგორ ის თუ თავის თავში აღმოაჩენს, ანუ რაღაცნაირად ხო შესაძლებელი არის, რომ ვთქვათ, ადამიანმა თავის თავში
ჩაღრმავდეს და ასე ვთქვათ აღმოაჩინოს, მაგრამ მან არის თვითონ ინდურ კულტურაში ეგეთი პრობლემა, რომ ტრადიციას წყდება. ანუ თითქოს მე ტრადიციის გარეთ თუ რაღაცას აღმოვაჩენ, მაშინ მოვწყდები და რაღაცნაირად მე უკვე ძნელიას იმ სოციუმში არსებობა. ამიტომ საერთოდ ეგ თემაც უცნაურია, რატო შემოიტანეს იოგებმა, იოგა შასტრაში, რომელიც ესეთი ფილოსოფიური ტექსტია, რა თუნდოდათ ამდენი რაღაცა სისულელეების ჩაწერა, როგორც არის ზოგიერთის შეფასებით სისულელეები, ეს ჯადოსნური რაღაც ძალები, რაღაცა ესეთი ვთქვათ, ზოგი რაღაცა აიროდან აიღეს, ან მართლა ეს შასტრაში არის შემოტანილი, ხო? მესამე თავში ხო არის აი ზებუნებრივი, ხო, ზებუნებრივს არ უწოდებენ, ხო, ზებუნებრივს არ უწოდებენ, მაგრამ ანუ იმდენ ანუ ყველა თეორია აქვს შემოტანილი, რაც იმ დროს იყო მედიცინიდან აქვს შემოტანილი, რომ მაგალითად ინდურ მედიცინაში არის, რომ შენ თუ მაგალითად ჭიპზე ნაფი ჩაკრე, ნიშნავს ჭიპის წრეზე თუ კონცენტრირდები. ხო. ხო, მაშინ ან ჭიპი არის სხეულის ცენტრი და მაშინ მთლიანად სხეულის სტრუქტურას იგებ. და მზე სამყაროს ცენტრია, აი ამ კოსმოლოგიაში. მზეზე თუ კონცენტრირდები, ოღონდ ეს კონცენტრაცია არნიშნავს, აი როგორც შანკარ ამბობს, რომ ცხვირს პირდაპირი გაგებით არ უყურებ და მზე ამოდის და მზეზე მედიტირებ და მერე ჩადის, ხო, არა. ეგრე ანუ სამყაროს ცენტრს თუ იგებ მთლიან სამყაროს, ხო? ხო. შესაბამისად, ამით უბრალოდ ეს შეიძლება ვარაუდები გამოთქვათ, რომ ისინი რაღაცნაირად ცდილობენ, რომ იოგა უფრო პოპულარული გახადონ. რომ ხალხს დაპირდნენ არა მარტო სულიერი გათავისუფლება, არამედ ძალაუფლებაც. რომ შენ ამ ქვეყნიურობაშიც ძალაუფლება გექნება და ცოდნა გექნება, რომ მიმზიდველი გახადონ იოგას მოძღვრება. გარდა ამისა, იოგა დააინტეგრირონ, ასე ვთქვათ, სხვა სისტემებთან და პლუს ფილიპ მასის ერთი ძალიან საინტერესო მოსაზრება არის. მაგაზე მე არ მიფიქრი არასდროს, რომ იოგა შასტრა არის ძალიან ფილოსოფიური ტექსტი. იქ ვთქვათ, ლინგვისტური თეორიებია, მთელი ასე ვთქვათ, სამყაროს სტრუქტურების ანალიზი და ასე შემდეგ და როდესაც უკვე შემოგაქვს ანუ ეს მისტიკური ელემენტი, ამით უკვე იცავ შენ სისტემას კრიტიკისგან. რომ თუ უბრალოდ ფილოსოფიურია ვიღაცა გაგაკრიტიკებს და გეტყვის, რომ ანუ უბრალოდ არ არის სწორი და დაწერს თქვათ კრიტიკას და მე მიდი და გაიგე ხა რომელი. და ის როდესაც მას შემოაქვს ესეთი რაღაცა, რომ აი მე ვხედავ უბრალოდ ესე, ხედველი ვარ და არა უბრალოდ ფილოსოფიური დასკვნა კი არ არის. მე ამას უბრალოდ ვხედავ ესე და შენ უბრალოდ არა გაქვს ასე ვთქვათ, გახსნილი ჩემო კარგო ეს ენერგოინფორმაციული ველი და ამით ერთგვარი ასე ვთქვათ, თითქოს უპირატეს მდგომარეობაშია, რომ შენ ფილოსოფიურად ამას მაინც ვერ გაიგებ, ფილოსოფიურადაც გიმტკიცებ, თან გიხსნი, როცა მჭირდება და ეს ხალხი, ანუ ესეთი მისტიკა რო შემოაქვს ხშირად ისეთ ხალხს, რომელიც ფილოსოფიით ვერ ამტკიცებენ და რამე იყოს უბრალოდ შენ არ გესმის. ხო. და ამიტომ გამოცდილება არა გაქვს საკმარისი და რეალურად ესეც ძალიან ასე ვთქვათ, მახე არის, რომ ხალხი საუბრობს საკუთარ სულიერ გამოცდილებაზე და სულიერი გამოცდილება კი არის მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, მაგრამ მხოლოდ შენთვის. შენ როგორც კი ცდილობ, რომ ვიღაცას გაუზიარო სხვისი და ამბობ, რომ მე რაღაცა გამოვცადე, ისეთი ხალხი, რომ სულ 5 წუთი რო აქვს მედიტაცია გაკეთებული და რაღაცა აზე რო არ არის საერთოდ არაფერი, არც გაცნობია, არც არაფერი და თავის სულიერ გამოცდილებებზე და რაღაცებზე საუბრობენ. შენი სულიერი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნული არის სხვისთვის. იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ შენ როგორც ხედავ რაღაცებს, ეს საერთოდ არნიშნავს, რომ სხვამაც ეგრე დაინახავს. ეგრე დაინახავს ან რაღაც ესეთი. ამიტომ ის რომ აი მე რაღაცა გამოვცადე 5 წუთი მედიტაცია და ახლა მოდი შენ გასწავლო რაღაც მედიტაცია. ეგ არის უბრალოდ აბსურდი. მაგრამ მედიტაციაში იმ ხალხს ხონდა პრეტენზია და ისინი ხედავდნენ რეალობას. და აქ რო იყო მაგალითად ბუდისტი მედიტირებდა, ბუდა მედიტირებდა, აქ ვიღაც იოგი, ან პატანჯალი მედიტირებდა, ხო? ამანაც თქვა რომ მე გამოვცადე რეალობა, ამანაც თქვა რეალობა ორივე მაინც არ თანხდება ერთმანეთში. და ახლა ვიღაცა დაუშვათ სადღაც მაგალითად, რა ვიცი,
საქართველოში ან თუნდაც რავი გინდა მცხეთაში და გინდა იმაში ვიღაცა ამბობს აი მე რაღაც ისეთი გამოცდილება მაქვს რომ რაღაცა რეალობასთან ამას რაც შემოწმებადი არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ინდივიდისთვის არ აქვს სულიერ გამოცდილებას მნიშვნელობა ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ სულიერი გამოცდილება შენზე გავლენას ახდენს სანამ შენ ექვემდებარები ამ ინტერპრეტაციებს და ასე ვთქვათ ექვემდებარები რაღაც შთაგონებადი ადამიანი ხარ რაღაცების იჯერებ რაღაცებს ადვილად რა ხო ძალიან საინტერესოა ყველას აქვს თავისი გზა და ყველას აქვს თავისი ხედვა ასე ვთქვათ კი ისტორია მოკლედ მადლობა მადლობა დიდი თქვენ გიორგი მადლობა ნამასტე მადლობა ვინც გვიყურეთ და დროებით შეხვედრამდე მეგობრებო შეხვედრამდე